მიიყვანეს მადლიერების ნიშნად. შემოდგომის ფერები ილოცება საქართველო ათასგვარი ფერებით ათეხილა წაშიეკვა ზეცაც გურჩება ოჯახი რატომ წავიდა სარკის წმინდა გიორგის სალოცავში? ვინოს გუსხამს მერიკიფე შემოგწვერის ფერები ციცქნადოქი დიალები დიდი ღვანცი ფერები შეკაზმულა დიდი სუფრა ნაირ ფერები ადიდებენ სინაფრებს და მადლი გმოსავს ფერები ლოცხავენ თვალხატულას ისიც გლოცავს ექსებით ქალს ლოცავენ ლამას ქალს და ისიც გლოცავს ფერები შემობძანდა გიორგობა შემოდგომის ფერებით ციცქნადოქი ფიალები დიდი ღანცი ფერები შეგაზმულა დიდი სუფრა ნაირ ფერები ღმერთმა კბილად გაგვითენებს გიორგობის ხელები კბილად ფერები ხაწერასთან შეხება მოხდა აღვადგენეთ კი უთხარი მაშინ მამა იონეს გამოვაბრძანეთ აღვადგინეთ ვერ ვთხოვე რომ იქნება მეთქი ზემომწე თქო წლის თავზე ბიჭი გაჩნდა სახელად გურამი. აი მამა მოდი ეს არის შენ და გიორგი რომელსაც ჩვენ შეინთავ მithოვეთ დღეს აქ პირველად მოიყვანეს მადლიერების ნიშნად. რო ჩდებოდა მშობიარობის დროს თავზე ვედექი და ღირსშესაძის გალობით გაჩნდა მეუფე პეტრია გურის ნათლია და მეუფეს უთხარი რომ ჩერდება ღირსარზე მეთქი და კურთხევა მოცა რომ ღირსარზე დააძინეო მიჩვეულია ტაძარშიც რომ შევა და ღირსარზის არ არსებობს ჩუმდება მშობლებს უნდათ ნანატრიშვილი სასულიერო პირი გახდეს. ეს წმინდა მიწაზე მოლოცვის დროს უწინასწარმეტყველეს. მაშინ გურამი 2 თვისაც არ იყო. როდესაც ჩავედით ბეთლემში შემთხვევით მეუფე თადეოზმა შენიშნა რომ ბაგა სადაც უფალ შემდეგ ჩააწინეს იყო ღია მოგცა კურთხევა რომ გურიო ჩააბძანეთო ბაგაშიო და როდესაც გამოვედით შეგვფთა თუ არ ვცდები ბერძენი იყო რუსულენოვანი დედაო და გაიარა და უცებ მოტრიალდა ეს ქალი და მეუბნება რომ он будет духовником или епископом და ჩაიარა მამა გიორგი 1 წელია რაცა მონასტრის წინამძღვარია. სარკის წმინდა გიორგის სასწაულებზე გაგონილი ადრეც ბევრი ჰქონდა, თუმცა აქ მოხვედრილს ყველაზე მეტად წვიმაში და თოვლში ფეხშიშველი მომლოცველების დანახვა აკვირვებს. დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი გულით ათხო უფალს, როგორ შემწეობას გამოითხოვ დიდ მოწამე გიორგისაგან და ამის შემდეგ ხდება ხოლმე რომ აი ეს ძალიან ბევრი ოჯახები არის რომლებსაც მიეცათ ხოლმე შვილი. წლების წინ მონასტრის გარშემო უამრავი აკვანი იდგა. შვილის შეძენის შემდეგ მადლიერების ნიშნად ოჯახების შესაწირი. ეს ტრადიცია უკვე ლეგენდასავით ახსოვთ, როგორც ტაძრის აშენების ისტორია. გუთნის დედას ძირში გამოცხადებია ანგელოზი, რომელსაც მისთვის უთქვამს, რომ გუთანი მოედებოდა ქვის ფილაზე გამოსახულ წმინდა გიორგის და ეს წმინდა გიორგის ფილა უნდა ამოეღო და დაებრძანებია ხარებზე და სადაც ხარები მას დააბრძანებდნენ, იქ უნდა აშენებულიყო ტაძარი. და მართლაც 4 მონაზონმა, 4 ბერმა ააშენა აქ ტაძარი. მერე სასწაულმოქმედი ხატი დაიწერა, რომელშიც წმინდა გიორგის მუხლის ნაწილია ჩაბრძანებული და სასწაულებიც დაიწყო. გამარჯობათ. ობრძანდით. პატნდატო, ერთი შეხედე დაუჯერებელი ისტორიაა, როგორც ჩვენი სხვა სტუმრების ამბები. თქვენი პატარა ოჯახი რატომ წავიდა სარკის წმინდა გიორგის სალოცავში? აქ არის ჩემი ქალიშვილების ხედან. მე 4 ქალიშვილი მყავს და
ცხადია როგორც ყველა ქართველს, ყველა მამაკაცს უნდა და რომ ყველა და გვარის გამგზელებელი. მაგრამ ეს იმდენად ეს ძალიან ისეთი პირადი სურვილი იყო, რაღაც ბიჭი და გოგო, თუნდაც მქონდა შვილები არ უნდა გაარჩიო, რომ ისაც პირველად მე ავედი და ვითხოვე სარკისწმინდა გიორგის ვაჟი არ მომეცა. და სხვადასხვა არასწორად ვითხოვე და იმიტომ არ მომეცა, იმიტომ რომ აი ხა ავხსნი. გაგონილი მქონდა რომ სარკისწმინდა გიორგის თუ მიხვალა თუ შეპირდები რაღაცას, ძეს მოგწევს, აი ვიღაცა 4 ხარ შეპირდა და 5-თან შეპირდა და მიცა და რო ავედი მართლაც აც გარკვეული პირობა დაუდები, რომ მოხსენი ეს ხატი შემოვატარე, მაგრამ ეთყობა მცირე მორწმუნოები და პირობა დაუდები, რომ აი თუ ბიჭს მომცა მე ასეთ და ასეთ რაღაცას შემოგწირო, რაღაც მატერიალური ნივთი დავპირდი. და დაიმდედებული და დარწმუნებული რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა წამოვედი, მაგრამ ამის შემდეგ გავიდე პერიოდი და ბიჭი არ შემეძინა. მერე სამთავროში ვიყავი მისული ნანა და მირიანის საფლავზე და იქ ძალიან ისე ხმადაბლა და ჩუმად ვითხოვე რომ ხოერთო მეთქი წმინდა ნანა და მირიან მოციქულთა სწორები ხართ. მომეცით ის ძალა რომ შვილები რომლებიც ყავს ქრისტიანებად გაიზარდონ და ღვთისმსახურები იყვნენ. და გაამრავლეთ მეთქი ჩემი ერი მეთქი წყალობით მეთქი. და გამიშლა პატარა თინათინი. და მერე ისევ ხელახლა მივედი წმინდა გიორგისთან და ვთქვი ესეთი რამე რომ ეს გვარის გამგზელებელი ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ იყოს ნება ღვთისა. და მიუხედავად იმისა, რომ 4 ქალიშვილი ყავს, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ გური გავზარდოთ სასულიერო პირად. არის ეს ტრადიცია, რა თქმა უნდა, ბავშვი აკეთებს არჩევანს, როდესაც ის სრულწლოვანი გახდება, მაგრამ ყველანაირად მივცეთ მას ის ეკლესიური განათლება. და როგორც კი ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მეუღლესთან ერთად და თქვა აღუთქვით უფალს, ჩავუთქვით, მაშინვე მივიღეთ შედეგი. აპლოდისმენტები.